გამარჯობათ, მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ქართული ტევის ერთგულომაყურებლებო. ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემათა პროექტს სახელწოდებით საქართველოს გუშინ დღეს ხვალ, როგორც ასეთი. და გავიდა ეს ერთი კვირა და ახლა უნდა განვაახლოთ ეს გადაცემები. დღეს ჩვენთან სტუმრად არის საპატიო მოქალაქე, ძალიან კარგი ადამიანი, მაღალი სამოქალაქო შეგნების მქონე ადამიანი, იდეური ადამიანი, რომელსაც აქვს ეროვნული სოფხედველობრივი, ასე ვთქვათ, ფილოსოფია და იდეოლოგია და თავისი ცხოვრების წესით ამკვიდრებს ამას, როგორც მას ზავლობს და შეუძლია. ბატონი თამას კერძევაძე, მოგესალმებით ბატონ თამას. მადლობთ რომ ვესტუმრეთ და ასე ვთქვათ, მოდი დავიწყოთ ჩვენი ეტაპი საქმეზე გადავიდეთ, აი გუშინდელი დღიდან და შემდგომ გადმოვიდეთ დღევანდელში და შეძლებს გადმოვიხედოთ შემდგომ უკვე მომავალში. ახლა გუშინდელი დღე ასაბ ჩვენ პირობითად ამ გადაცემას, ვისაც მე წარმოვადგენ ამ შემთხვევაში უზენაეს საბჭო ჯგუფი არის. კიდე პატრიოტთა ორგანიზაციები ეროვნული მოძრაობიდან მოვდივართ ძირითადად. და ამ ადამიანს მე უბრალოდ განვასახიერებ მათ, რამეთე არაფერი. ბევრი გამოგვაკლდა უკვე სამწუხაროდ. სულ ბოლოს ბატონი ჩოლოყაშვილი ბიზენა აღწულ ახლახან. მას მიუძღვენეთ გადაცემას ხოთაშორის. ძალიან კარგი კონსტრუქციული ადამიანი, ცენტრისტული ფსიქიკის მქონე ადამიანი, რომელსაც სწორი ხედვა ჰქონდა გუშინაც, დღესაც და ხვალეც. კიდე მანამდე ბატონი პაატა კოღუაშვილი, რა ვიცი ახლა ჩვენი რიგები ასე ვთქვათ ეს ილევა და იწრეტება სამწუხაროდ დროის კონკურენციას ვერავინ ვერ გაუძლებს. მოდი დრო რო არ დავყაროთ 88 წლიდან დავიწყოთ ბატონო თამას ეს ახლა მე ერთი ორი სიტყვით ვეთყვი რა არის ამის ერთ-ერთი მთავარი ასე ვთქვათ იდეალი ამ პროექტის რომ ის რაც მოიპოვა ეროვნულმა განმათავისუფლებელმა მოძრაობამ ვალი მაგიდა და საერთოდ მთლიანად უზენაეს საბჭოს ერთადერთი კაცი აღმოჩნდა წინააღმდეგი რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის წინააღმდეგ წავიდა გახსოვთ მე მგონი არ მინდა ამ ადამიანის გვარის დასახელება უფრთხილდები მის გვარს და აღდგა 1918 წელს ასე ვთქვათ როდესაც ბოლშევიკებმა დაამხეს საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა აი როდესაც აღდგა რეფერენდუმის მეშვეობით 31 მარტის რეფერენდუმის საშუალებით და 9 აპრილი იყო გვირგვინი დიდი სახელმწიფოებრივი ისტორიული მონაპოლისა რომელიც დაგვირგვინდა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი ჩვენ სხვა რესპუბლიკებისგან განსხვავებით ბალტიისპირეთის გარდა რა თქმა უნდა კი არ გვიპოვნია, კი არ მოგვიპოვებია ჩვენ აღვადგინეთ ეს ახლა ჩვენ ტრადიციებზე, მეტყველებს და ბუნებრივია ამას გაფრთხილება ჭირდება და ეს ამას კაი გაგებით ამბიციების ის არის რა. საწყისი შეიძლება ითქვას და ახლა ამას რა მოყვა და როგორ განვითარდა და შემდგომ როგორ აღმოჩნდით უფსკვლურში, ასე ვთქვათ, ახლა 22 დეკემბერი ახლოვდება ეს აუბედითი დღე, როგორც ასეთი და სულ რაღაც ერთი კვირა დარჩა ხო? და მე თქვენ როგორც მრავლის ნახველი ადამიანი, გულწრფელი ადამიანი, რომელსაც თვალი გაუსწორა ამ სინამდვილეს და კონსტრუქციული დარჩით დღესაც, ესე გიცნობთ საზოგადოება, მე მინდა თქვენი აზრი მოახსენოთ, ასე ვთქვათ, საზოგადოებას და გთხოვთ და მადლობა კიდევ ერთხელ რომ მოგზაურეთ. გისმენთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონო თენგის მეც მადლობას გეუბნებით მოგწევისათვის, ასევე მივესალმები თქვენს მაყურებელს. მე რა თქმა უნდა წინასწარ ვიცოდი რა თემაზე იქნებოდა ლაპარაკი. ძალიან გამიჭირდა იცით რაზე უნდა მელაპარაკა. ერთი მარტივი მომენტის გამო. დღესაც კი მოუშუშებელია ბოლომდე ის იარები რაც აი ამ კატასტროფამ მე ამ სიტყვის არ მწვენია დაგვიდოვა. იშხამიანი ლექი იქიდან გამოვიდა. კიდე ჩვენს ხეულშია კიდე. დღემდე წამლავს ქართულ პოლიტიკურ რეალობას. ეროვნულ ხეულსაც. რა თქმა უნდა.
ჩვენი გადაცემის ფორმატი სამწუხაროდ არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ სიღრმისეულად ვისაუბრო ამ თემაზე, მაგრამ ალბათ ამისი დროც მოვა. პირდებით რომ ამაზე ვილაპარაკებთ. და კიდევ ერთი რამ. ცლად. თუ მე დღეს კიდევ ბოლომდე გახსნილად ვერ ვლაპარაკობ, ერთადერთი მიზეზის გამო. დღესაც ცოცხალია ის ხალხი, რომლებიც მაშინ ბარიერის იქითა მხარეს იყვნენ. და დღეს უკვე ჩვენ დღეს თანამებრძოლები ვართ და უბრალოდ მე არ მინდა იმ ამბების ბოლომდე გახსენება. ალბათ ამის დროც მოვა, როცა გავიმარჯვებთ. ერთი რამ მინდა გითხრათ. არ ვიცი, ვის მოსწონს, ვის არა, ცხონებულმა, სულნაცმა, ბატონმა ნოდარ ნათაძემ ბრძანა. ჯობდა პეშვით მეჭამა მიწა, ვიდრე ზვიად დაპირისპირებოდი. ამით მე ამას ვამთავრებ და სტრატეგიულ თემაზე დაუპირისპირდა სამწუხაროდ, რომელსაც ინანიება. უბრალოდ ერთ კითხვას დავსვამ და მეც აღარ ვილაპარაკებ. რას გვერჩევდნენ? რა უნდათ? რისთვის იბრძოდნენ? მიპასუხო, რა უნდათ? და ერთწუთი წარმოვიდგინოთ, რომ ის უბედურება რო არ დატრიალებულიყო. სად ვიქნებოდით ახლა ჩვენ? ბალტიისპირეთთან ახლოს, მინიმუმ. მაშინ ჩვენ ბალტიისპირეთზე წინ ვიყავით ყველანაირად. ყველანაირად ჩვენი დამსახურებით. საერთოდ პოლიტიკური კულტურით არა უღოთ. რა თქმა უნდა. ამაში პოლიტიკური კულტურა რეალურად სტოლია საერთოდ. რეალურად ჩვენ მათზე წინ ვიყავით. და მე ალბათ ამის დროც მოვა, ძალიან მინდა ახალგაზრდობამ გაიგოს რა გულისხმობ მოაპყროს ამ თემებს და იდეებს. ძალიან ბევრი რამ არის თქმული, დაწერილი, მაგრამ ძალიან ზედაპირულად. და მე აი ბედნიერი ვარ, რომ დღეს ვხედავ ეროვნული მოძრაობის ახალ ტალღას, აღორძინებას, რომელიც ჯერ ეძებს კალაპოტს, ალბათ იპოვის. აუცილებლად იპოვის და უნდა დავეხმაროთ მაქსიმალურად მას. რა თქმა უნდა. ერთი-ორი სიტყვით მაინც მინდა რა თქვენ რომ აი 22 დეკემბრის იმას ორი სიტყვით რო შეიხოთ და ოღონდ ხოთ სიღრმეებში მერე გადავიდეთ შემდგომ გადაცემაში გვპირდებით კიდე ერთხელ. კი ბატონო. იმდანაც თითქოს ველოდით ამას ყველაფერს ჩვენ მოვლენების განვითარება ესეთი იყო რომ ველოდით ამ ტყუის გავარდნას, მაგრამ აი ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავით. და სანამდე ადრზე მოვედით, უკვე გვიანი იყო ჩემო ძვირფასებმა. მე რო ეხლა საშუალება მქონდეს თავიდან გავიაროს მონაკვეთი, სხვანაირად გავიგეთ. არ ვიცი როგორ განვიხილოთ. სხვა გამოცდილება შეიძლება. დაბეგეთით რა. პოლიტიკაც ერთადად ცოდნა არ არის, გამოცდილებაც არის. რა თქმა უნდა. ზოგადად გამსახურდიას ხელისუფლება ძალიან მობიერი იყო. ტერს ტრულად უნდა მოეპყრა. ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს. აი ეს მინდა ვთქვა. ამას რაც მოყვა მე თქვენ ყველა კარგად იცით და ერთი მინდა ჩავამატო ახლა იცით აი არ მომწონს როცა ამას სამოქალაქო ომს უწოდებენ. რა თქმა უნდა აქ იყო სამოქალაქო ომის ელემენტები. რა თქმა უნდა. მაგრამ სად დაიგეგმა ეს ომი? მოსკოვში, ლუბიანკაში. ვინ იყო ორგანიზატორი? მოსკოვი, ლუბიანკა. ვინ უზრუნველყო? მატერიალურად, ფინანსურად, იდეოლოგიურად, ფსიქოლოგიურად. და ბოლოს თუ ეს მართლა სამოქალაქო ომი იყო, ფინალი გავიხსენოთ. ზოგადად გამსახურდიას მომხრეები, ანუ მე თუნდაც სამხედრო ძალით ჩვენი დამარცხება გამორიცხული იყო, მაშინ სამხედრო ხუნტას ამის თავი არ ჰქონდა და მათ დასჭირდათ რუსის ჯარის აქტიური გამოყენება. ასე რომ თლად არ მომწონს, როცა ამას სამოქალაქო ომს უწოდებენ. კი, ჰქონდა ელემენტები, ეს იყო რუსეთის ომი. პასუხი საქართველოს დამოუკიდებლობას. როგორც მინიმუმ ინსპირირებული ხო იყო, როგორც მინიმუმ პროექტიც იყო და მომხრეებიც ყავდათ ესე სხვათა შორის და
ყველგან ყავდათ მომხრეები, მაგ თემაზე შორს სხვა ხო გადაცემა. და ის სხვა დროს მან რო ჩაუღრმავდები ჩემო ბატონო, მე სიამოვნებით ვისაუბრებ. ახლა თუ მოკლედ დაასრულეთ, მე მგონი, მე მგონი მეტი წასვლა აღარ მინდა, რამე ახლა ამჯერად კარგი არაფერი არ არის თენგიზ ბატონო. კი ბატონო. ახლა მე მინდა მაინც დღეს აი ხიდი რო გავდოთ, აი გუშინდელ დღეს დღევანდელსა და ხვალინაში, აი ამოსავალი რა არის ახლა. ერთის ხრივ არის მონაპოვარი, კიდევ ვიმეორებ, დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, რომლის საფუძველზე თელმა ცივილურმა სახელმწიფოებმა ამ ტერიტორიულ ფარგლებში აღიარეს საქართველო, როგორც ასეთი დამოუკიდებლობა და ესე სუვერენელი უფლებები. ეს არის კიდევ გამტკიცებული რეფერენდუმებით, უმნიშვნელოვანესია 31 მარტის რეფერენდუმის გარდა. განსაკუთრებით დღეს პრობლემატურია ძალიან თუ დააკვირდით აფხაზეთის თემატიკა. აფხაზეთი ჩვენ რო ჩავატარეთ რეფერენდუმი, აფხაზეთის ყოფნა საქართველოს შემადგენლობაში 62%-მა დაუჭერა მხარი გალის იმის გამოკლებით, როგორც ასეთი. დღეს თუ ჩვენ აფხაზეთის საქართველოში ყოფნის სუვერენელი უფლება და ამბიციები თუ გაგვაჩნია და თამამად ლაპარაკობთ, სამწუხაროდ ამ ფაქტზე ძალიან ცოტა ლაპარაკობს და ხელისუფლებას და ოპოზიციას საერთოდ არ ახსენებთ, არადა ერთი წელიწადია განუწყვეტლივ ვატრიალებ ამ თემას. იქნებ ვინმე გამოიყენოს. არც ერთის. აი რატომ არის აფხაზეთი შენ შემადგენლობაში? არ უნდა იცოდე, ახლა პოლიტიკაში თუ ხარ. ეს ახლა ანიბანი არ არის, გოგებაშვილმა რო თქვა, აი არ არის ეს, მე მგონი არის, ხო? აი სამაჩოგლოს ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ასე ვთქვა გაუქმება და მისი სამართლებრივი დემონტაჟი და ვერც რუსეთმა ხმარო ვერ ამოიღო ამაზე და ელცინის და ზვიად გამსახურდიას ხელმოწერეთ ეს დამტკიცა, თუმცა დუმამ არ მისცა მას რატიფიკაცია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თელ დასავლეთ სამყაროში და მომავალში რო დავსდებით ალბათ რუსები რო გავნათ, ხო მოგვიხდება ამ თემაზე ლაპარაკი. ახლა ძალიან გონება შეზღუდული უნდა იყო კაცი რომ ამას ვერ ხდებოდეს და აი ამ პერსპექტივის თუ პასუხისგებლობის პრობლემებს როგორც ასეთი. აი მაშინ რა ენაზე ლაპარაკობ, საიდან ლაპარაკობ, ეს გამოგონილია მემაწუხებს, ჩემი ფანტაზიებია თუ როგორ არის მარტო, ხო? თუ ამას აქვს სამართლე ახლა გალეს ეს კვეკვესკერი რო იყო ფეხბურთელი რო გაიტანა პენალი და ევროპაში რო წავედით მაგარო თქვა თუ გახსოვთ მიტინგზე პირველ უზარმაზარ მიტინგზე აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს საიდან თქვა ახლა დაესიზმა მაგას აი რო ჩაატარო პლებისციტი ამ პოლიტიკოსებში მე ეჭება რომ სრულფასოვანი პასუხი მათ გაქცეს და ამიტომ ეს ხალხი რომლებსაც არ ძალუც ეს ელემენტალი კიდევ ანიბანე ეს პოლიტიკურ აფსაიდში უნდა გადაინაცვლონ მაგათმა ჩემი აზრით მე სხვა თემებზე არ ვლაპარაკობ. ახლა რო გავყვეთ ხო კიდე ამ თემას ხო ეს არის კიდევ მეორე უმნიშვნელოვანესი აქტი, უმნიშვნელოვანესი და რომელსაც გადმოტანა ჭირდება დღევანდელ რეალობაში დამკვიდრება ჭირდება და შემთხვევითი არ არის რომ ამ ოცნების ასე თქვა ბელადმა მაგის სახეს მე არასოდეს არ ვლაპარაკობ, არასოდეს თქვა რომ აი კონსტიტუციურ უმრავლესობას თუ მოცემთ გაგახსენდათ ხო მაშინ ეს აფხაზეთის საკითხი ჩვენ სასარგებლო გადავიდა რა კონსტიტუციურ უფლებაა ეს მონაპოვარი უკვე გააქვს რომელიც ჩატარებულია ამ რეფერენდუმზე შენ თუ რაღაცის შეცვლა გინდა მაშინ არჩევნებში გამოდი იმ ეგიდით რომ ეს უნდა შევცვალო ასე და ასე. ანუ ეს სტატუსი ან უნდა დავწიო, ან საერთოდ უნდა გავაუქმო. ეს არის ელემენტარული სამართლებრივი კულტურა, ხო? ელემენტარული. ამის მაგერად ის რაღაც ბუნდოვანი რაღაცები და ამ ბუნდოვანების მიღმა რა იდგა, მე მგონი შემდგომ გამოჩნდა, ხო? თავისი გაყალბებები და თავისი რაც კიდე ელოდება ამ იდეას, კიდე ამაზეც ვილაპარაკებთ აუცილებლად. საიდან მოდის ეს ყველაფერი კიდე ჩვენ ახლა შევთანხმდით ყოველ შემთხვევაში ეს ნაწილი ვისაც მართლა გონიერება რომ საქართველოში მათ შორის სააკაშვილის დროსაც მოხდა ფაქტიურად სახელმწიფო კონსტიტუციური გადატრიალება ხო 92 წელში ხო
როგორც ასეთი რუსეთის და ეს გადაიზარდა მართლმსაჯულებში კრიმინალ პროცესებში და ასე შემდეგ და რის შედეგად თბილისში გავარდნილმა ტყვიამ დაგაკარგენა აფხაზეთი და სამაჩაბლოც კიდე ცოტა სხვა ვითარება იყო ამას კიდე სხვანაირად შევეხებით. ხო ახლა როგორ გამოდეს ახლა ბატონო თამას რა ეს ახლა მარტო იქიდან ხო არ მოდეს. მოდი კიდე სიღრმისეულად იმიდან წავიდეთ. გუშინდელი დღე 88 წლიდან კი არ აღვიქვა ამ თვალ. არამედ 21 წლის მოვლენებიდან. ახლა რა პარალელი მინდა გავავლო რა ახლა მით უმეტეს 24 წლის აჯანყების 100 წლის თავია. მე ყველა გადაცემაში ამას უძღვნიდი, მომყავდა სხვადასხვა სპეციალისტები, სხვადასხვა ადამიანები და ბაბუები შვილიშვილი ზოგიერთის და მეცნიერები და თვითონ ახლა მე წამიკითხავს ლიტერატურა მიმუშავე ამ თემაზე. ახლა მანდ რა მოხდა ორი სიტყვით მეც ვიტყვი რამდენი თქვენი ლაპარაკეთ რა ესე იგი დამოუკიდებლობა რომ რუსეთმა დადო ხელშეკრულება ფაქტიურად აღიარა საქართველოს როგორც ასეთი ამის შემდეგ ბოლშევიკები მოდიან როგორც ასეთი ხელისუფლებაში ლენინს და იმ ბანდას არ უნდა ომის პირველ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში და ეს ქართველი ბოლშევიკები ფაქტიურად აიძულებენ მას ოკუპაცია მოახდინოს ასე ვთქვათ მით უმეტეს როდესაც სომხეთში და აზერბაიჯანში ოკუპაცია მოხდა და ახლა მხოლოდ ბაქოს ნავთობი არ იყო საკმარისი იმ ტრანზიტისთვის რომ ეს დასავლეთშიც გასულიყო და სხვადასხვა რეგიონებში სხვადასხვა მაგრამ ძირითადად დასავლეთში ამიტომ ბათუმი იყო სუხე ლუკმა ასე ვთქვათ და ამ თვალსაზრისით წავიდნენ ამაზე რა ამ ავანტიურაზე და დასავლეთმა შემდგომ თვალი დახუჭა ასე და მაშინაც იყო გმირი ხალხი ვინც შეეწირა დამოუკიდებლობის იდეას და განსაკუთრებით ამბროსი ხელაია და მანამდე კიდე კირიონი და კიდონიძე და სხვა დიადი ადამიანები, რომლებმაც დაინახეს უზარმაზარი საფრთხე დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაკარგვა გამოიწოდა დამოუკიდებლობის დაკარგვასაც და შემდგომ დესუვერენიზაციას ქვეყნისას. ამბროსი ხელაია შეეწირა ფაქტიურად ამ იდეას კირიონი ესე მოკლეს და ამბროსი ხელაია პირადად ამ კონკრეტულ იდეას შეეწირა რომელიც მიმართა მაშინ და გაეროს ასე ვთქვათ ერთმანეთს იყო და იმას მიმართა რომ ეღიარებინა და მხარი დაეჭირათ მაგრამ არ აღმოჩნდა საკმარისი და სხვადასხვა მერკანტილური და კიდე პრაგმატული და ჩვენი უნიათობაც იყო ყველაფერს სხვას ნუ დავაბრალებთ როგორც ასეთი ცოტა ხანი რო გაგვეძრო შეიძლება სხვა სურათი ყოფილიყო უბრალოდ მენშევიკურმა მთავრობამ ეს სამოქალაქო იმაში ვერ გადაზარდა სამამულო ომში ვერ გადაზარდა მაინც რაღაც პარტიული მეებში იქნა მოწყდეული ეს და შემდგომ ომი ფაქტიურად არ წაუგიათ მაგათ რა რკალში რო აღმოჩნდნენ მე რაღაც ნაპრალი ნახე გაიგზა შემდგომ ქუთაისში იქიდან ბათუმში კონსტიტუცია მართალია არ დათმეს და ეს დიდი პლუსია სხვათა შორის და მადლობა ამას კი ხო და ამის შემდეგ წავიდნენ და გამოაცხადეს რა დევნილობაში გადავიდა საფრანგეთში და იქიდან მოხდა წყვეტა ხო ამის შემდეგ ზუსტად გამსახურდიან რომ გვარმამაგედამ უზარმაზარი და მთლიანად უზენაესაჭრო მოდი ვთქვათ თუმცა რა თქმა უნდა თავარი ფიგურა ზუსტად გამსახურდია იყო აღადგინა ეს დარღვეული დროთა კავშირი როგორც ასეთი და გაიხსნა ახალი სივრცეები დამოუკიდებლობის ღირსეული და თავისუფალი ცხოვრებისათვის როგორც ასეთი რა თქმა უნდა ხა მე რა პოსტავას 8 წლი მათ განუმეორებელია იმიტომ ეგ რო აყოფილიყო ამ სიმაღლეს ნამდვილად ვერ მიაღწევდა ეს მოძრაობა ნამდვილად როგორც ასეთი და ამის შემდეგ აი მოდი რომ გავყვეთ რა ხდება შემდგომ ისევ ის ინტერვენცია რა თქმა უნდა ბრძანეთ ეს ოკუპაცია ხდება როგორც ასეთი და მიუხედავად იმისა რომ იურიდიულად ვითომ ჩვენ ვართ დამოუკიდებლების სინამდვილეში დღეს უკვე
რაც 21 წელს ასე თქვა მოხდა დაახლოებით ოღონდ შეფარვით იგივე ხდება რა და მე გაგახსენებთ ის ბოლშევიკები ამათგან განსხვავებით იდეური ადამიანები იყვნენ აშკარად თანაც რა მათ ახ განსაკუთრებით ეს რა ვიცი რამოდენიმე მე შემდგომ რო დახვრით ეს რა მთელი რიგი 37 წელში რო დახვრით ეს ხალხი რობესპიერს რო უწოდებდა რევოლუციის შემდგომ ეს ადამიანები გაანადგურეს ხო და პირველ ეტაპზე 26 მაისს დამოუკიდებლობის იმას ესენის დღეს ასწავლობდნენ ანუ მათი ის იყო აი დღევანდელი ზუსტად კოპირება რომ ჩვენ სახელმწიფო სუვერენიტეტ დამოუკიდებლობას კი არ ვერჩით უბრალოდ ხელისუფლება შევთვალეთ, თავრობა შევთვალეთ, კაპიტალისტური შევთვალეთ, მუშურგრეხული პროლეტარული იმით და დავიჭერეთ ხარი და ბევრზე ამან იმოქმედა. 2 წელიწადი ყოველ შემთხვევაში გაბრუებული იყო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი. მაგრამ შემდგომ, როდესაც დაიკარგა ეს ბორჩალო, ეს მარნეულის ესენი რუსეთის სოჩი და ის გადაეცათ და მთელი თურქეთმა და ლენინის ათათურქის იმით ყარსის ხელშეკრულებით გადაეცათ ხო ართვინის და იმის შემდგომ ჩვენი ძმების გამეგრელი გამუსულმანებული ლაზების მთელი ტერიტორიები ხო ამის შემდეგ უკვე ხალხმა იფეთქა და აჯანყებით უპასუხა 24 წლის აჯანყებას ეს მოტივები ჰქონდა ძირითადად რომ ხალხმა გააცნობიერა ამიტომ ახლა ჩვენ გვავალთ იგივე კატასტროფის წინაშე მე ისევ ამ საზოგადოებას მინდა მივმართო განსაკუთრებით იქით ამ ხარეს ვინც არიან პირობით იქით არიან ჩვენ ერთნი უნდა ვიყოთ იმიტომ რომ საქართველოს გუშინ დღეს ეს თუ არ გაერთიანდა ეს ტერმინი მარტო წარსულში თუ ვიცხოვრებ როგორც ასეთი ნაკლული ხარ არაფერი არ გამოვა ამიტომ ეს უნდა გაერთიანდეს როგორ ამის გამაერთიანებელი რა არის სიმართლე როგორც ასეთი და ეს სახელმწიფო გადატრიალების შედეგების ლიკვიდაცია უნდა მოხდეს სამართლებრივი მეთოდებით და ახალი ცნობიერებით როგორც აი ეს არის უმთავრესი ამოცანა და მე იმეც მიმტკიცებს ეს რომ ბავშვები რომლებიც რაღაც ქვეცნობიერად მე მგონი ამ იმპულსებით არიან საჭიროა მაგათან მუშაობა და არა დასახიჩრება რაღაც კრიმინალური მოქმედებები და ამ თვალსაზრისით რაღაც ეს ყოველგვარ ზღვარს გადასდა მათ შორის ნეიტრალური ისენის ბატონო თამაზ რა განსაკუთრებით ერთსაც ვიტყვი და მე თქვენ მინდა ანუ ნაირა გელაშვილი რო არის ნაირასგან გამიკვირდა აი ნაირა გელაშვილი ყოველთვის სულ ოპოზიციაში ვიყავი მაგალთან სულ დაძაბული ისენი იყო ახლოს ვიცნობდით ერთმანეთს და ყოველთვის ჩამოვიდა თუ არა ახლა მაგის შეფასებები არ შეუდგები რა არ მინდა ახლა მაგ თემას კიდე თავიდან შევეხო ნუ შევარდნოდეს პერიოდი იყო მე შემდგომ და ახლა ამ ხელისუფლებასთანაც რაღაც საერთო ეს კონდა ხო თანაგვეთა კი არა თანაცხოვრება პოლიტიკური და სოციალური ხო მაგრამ ამ მოვლენამ წყობიდან გამოიყვანა და შეადარა ჰეროდეს შეადარა კაცო ჰეროდე ბავშვების ჭამიალი ჰეროდე კიდე მინდა ძვირფასო მეგობრებო თქვენ გასაგონად თქვა როდესაც მაცხოვარი იესო ქრისტე დაიბადა როგორც ასეთი მოგუები რომლებიც არაქრისტიანები იყვნენ შორეული აღმოსავლეთიდან წამოვიდნენ და ცაზე რაღაც მოვლენა შეხედენ და ეს მოვლენა დაუკავშირეს რაღაც კოსმიური ცვლილებას დედამიწაზე რომელიც დიდ ეპოქალურ მოვლენებთან იყო დაკავშირებული და თაყვანისცეს იმაში ხო ბოსელში იესო ქრისტეს დაბადების აქს და მოკრძალები თავი დახარეს და ამის შემდეგ ქვეყნას ხსნელად გამოაცხადეს და ჰეროდემ ეს რო გაიგო ის ყრმები ასე თქვა რომლებიც დაბადებული იყო მასობრივი ჟლეტა მოაწყო ანუ თავისი მომავალი გაანადგურა ეს ნაირა გელაშვილმა ახლა ეს არ განმარტა მაგრამ ეს ახლა მე ჩემ თავს ცოტა მეტის უფლება მივეცი მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჰეროდემ დახოცა და ესენი ასახიჩრებენ მაგრამ იმ ბავშვებს შემდგომ რა მოუვა რა გარანტია რომ ყობა დავითაშვილს რაც დაემართა ხო ნაციონალებმა დამართეს ხო და მაგაც სინთეზზე ბევრი დასახიჩრებული ადამიანია ახლა სამხრივი ესენი არ შეიძლება სტანდარტი ყველას უნდა შეეხოს მეც თქვენს და ყველა ადამიანს პასუხისგებლობის თვალსაზრისით ხო რა გარანტია აქვს რომ იგივე მაგ ბავშვებს ჩვენ ბავშვებს და ჩვენ მომავალს იგივე არ დაემართება ვინ არის დაზღვეული ამაზე არავინ
ამიტომ ახლა მაგათ მომავალზე თუ არ ფიქრობ, ახლა რა პოლიტიკას აკეთებ და რაზე ელაპარაკე? თქვენი ხედვა მინდა უკაცრავად ეხლა გამიგეთ. თენგილადო თქვენ ისე სასიამოვნოდ ისაუბრეთ ამ აფხაზეთის ამბებზე, რომ მე თითქმის სათქმელი არაფერი დამჭა. თუმცა ხაზს გავუსვა. აი დღევანდელსაც მე და შეეხოთ რა ეს გეტყვით ახლა. საშინელი დაუკმაყოფილებლობის გზნობა დაგეუბრათ. როცა უყურებ ჩვენი ხელისუფლებების მოქმედებას აფხაზეთთან მიმართებაში. აი თავი გავანებებ. ახლა ნახეთ რა ხდება, საინტერესო ამბები ხდება. გაჩერებული ენგურხესი. და აფხაზეთს აი მთელი დაწყებული რაც მათ დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, პირველად მოხდა რომ დენი აღარ არის აფხაზეთში. კი ბატონო. რაღაც უცნაური ამბები არა მოხდა და პირდაპირ ეუბნებიან გაგვიფორმე ესენი რუსები მაგათ, რასაც ართმობ და რას ართმობენ, მიწაწყალ და უძრავ მოძრავ ქონებას ართმობენ აფხაზები და ამიტომ ისჯებიან. მე აი ორი დეტალი მინდა მას გამხოლო და მეორე რადგანაც აფხაზეთის მანდარინს ჭია გაუჩნდა. ახლა ბუნებრივია რომ რა უნდა გააკეთოს ამ ვაი ხელისუფლებამ. აუ მანდარინიც უნდა გამოვიტანოთ იქიდან. და არანაირ პრობლემას არ წარმოაქვს. არანაირად. და მათ ძალიან კარგად უნდა აუხსნათ რატოა გაჩერებული ენგურხესი. რატო? ქართველების ბიზნესით არა. არა. უდა ვიმეორო თქვენ ისე კარგად ისაუბრეთ რომ ამაზე მეც არ გავაგზავნებ და პირდაპირ ეხლა გადავაბათ რა ხდება დღეს. მე მინდა თქვენ აფხაზეთის დეპუტაციის პოზიციასაც რო შეეხოთ რა განსაკუთრებით აი ახლა ეს მინდა თქვენგან გავიგოთ. მე თავს ვიკავებ მე მინდა ყველაზე ადეკვატურად აფხაზეთის დეპუტაცია მოიქცა. მიუხედავად იმისა რომ მე მასთან მაქვს უამრავი პრეტენზია. უამრავი. თუნდაც იმას რა ედგა წინ რომ დღემდე აღრიცხული არ არის ქართველების საკუთრება რაც მათ დატოვეს აფხაზეთში. ამის გაკეთება ხომ არ შეიძლება. ამაზე საჩივარი არ არის იმაზე. თვითონ ებრაელებიც კი რომლებიც ასე თქვათ ანადგურებენ რა დიდწილად იმ ექსტრემისტებს თუ მე საშუალო ფენოც მოყვება იმაში თუ ბევრი დანაშაულია რა იქ თუ ან მართალაც კი ამ კერძო მაგენიც კი კერძო საკუთრებაზე თავს იკავებენ. ნუ კარგით ყოველ შემთხვევაში მადლობა უთხრათ იმისთვის რომ ყველა აი ამ ფარსი და კომედიაში მონაწილეობა არ მიიღო. რა თქმა უნდა. მადლობა უთხრათ მას. ასევე მადლობა უთხრათ ქალბატონ ნაირა გელაშვილს. ის? ნაირას გელაშვილს. ნაირა გელაშვილს რა თქმა უნდა. ჰეროდე შეადარა ბატონო თამარ რა ნუ ახლა და მე პირდაპირ გეტყვით. გარდაუვალი არის, გარდაუვალი რომ აფხაზეთი დაუბრუნდეს საქართველოს. ოღონდ სწორი ნაბიჯების შემთხვევაში. აფხაზებმა ერთი რამ უნდა გაიგონ რა. აი სანამ ეს მოხდება იმდენი მაინც მოახერხონ რომ თავი გადაერჩინონ ფიზიკურად მეტი მაგათგან ჩვენ არაფერი არ გვინდა უკანასკნელი უბიხის ისტორია მაგათი ჩვენზე უკეთ მაგათმა არ იციან თავი გადაერჩინონ მეტი მაგათგან ჩვენ არაფერი არ გვინდა ახლა მაინც ჩვენი მისახედებია რა თქმა უნდა ახლა მე განგებ თქვი რომ არ გავიხსენებ ამ ძველ ამბებსაც კი მაგრამ ერთი უნდა ვთქვა მაინც ეს ენადება უნდა ვთქვა თქვენ ახლო შეხება ქონდათ აფხაზეთში 1-4 წელი პროფესიონალ უარდებულებასაც იხდიდა. მე 4 წელი ინსტიტუტის შემდეგ მუშაობდი სოხუმში და ძალიან კარგად ვეცნობ იქაურ ხალხს. და ერთი რამაც გვამინდა რომ აი რამდენი წელი დაჭირდა საქართველოს ხელისუფლებას რომ ბოლო-ბოლოს სახელი დაერქმია ამ ომისთვის. სულ ლაბარაკი იყო ქართველები ვეომებით აფხაზებს ქართველები ანუ ეთნიკურ წერა შევარდნაძემდა ემენა რუსეთის რაში გადაიტანა ბატონო თამარი გაგახსენებთ კიდე მე ამად გასაგონადაც მინდა თქვა რა დოკუმენტები რა არსებობს ჩვენ უზენაეს საბჭოში გაკეთებულ გელა ჩორგოლაშვილსაგან უნიკალურ რაღაცას საბჭოს ძალიან კარგი ნაწერები აქვს ნაშრომები გელა ჩორგოლაშვილს კი გითხრათ რა აი კონკრეტულად აქ რა აი უნიკალურ რაღაცას გიამბობთ ძვირფასო მაყურებლობით თქვენ გასაგებად ვისაც პოლიტიკაში ხართ და როგორიათ რომ ხართ თვითონ რა საბჭოთა კავშირის რუსეთის ფედერაციის მაშინ გარდამავალი პერიოდებით იყო მაშინ გახსოვთ ორი არჩევნები ჩატარდა ერთი რუსეთის არჩევნი მეორე გორბაჩოვი იყო საბჭოთა კავშირის ეს იყო რუსეთის როგორც ასეთი და ორივე ქვეყნის არა, მაგრამ ერთი ქვეყნის ორი დელეგაცია შემდგარი ჯგუფი გაკეთდა ეს იყო
მაღალი სტატუსის ქონა საქართველოს, ანუ სამ მხარე იყო რა. მხარე უკვე შეიძლება ითქვას, მხარეა ეს რუსეთის, საბჭოთა ხო პარადოქსალურ რაღაცას ვაბობ, მაგრამ ხო ფაქტია, ფაქტია, იმათი არჩეულია, ჩვენ ხო არ აგვირჩევია და საქართველოს. აქ გახდა 3 თვე თუ 4 თვე თუ 5 თვე იმუშავეს და ბოლო დოსიე დაიდო შემდეგი, რომ ეს კონფლიქტი, ეს ძირითადად მაშინ აფხაზეთის დაწყებული არ იყო, გას ჩვენ დროს აფხაზეთის მოგვარებული კომპრომისებით, მაგრამ მოგვარებული. სამაჩაბლოს, ანუ ცხინვალის რეგიონში, ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში, ეგრეთ წოდებულში, მიმდინარე პროცესები ატარებს არა ეთნიკურ კომპლექსს, არამედ პოლიტიკურ კომპლექსს. ახლა ქვეყანა, რომელიც ამას ვერ გამოიყენებს, ამის აზრი არ არის, ამის პროპაგანდირებას ვერ ახდენს, ძალიან ხშირად ვიმეორებ. ერთი კაციც არ გამომეხმარა. თენგიზ ბატონო, პოზიში ჩაგეშინებით. რას ეხლა თქვენ ბრძანებთ? როგორ გონიათ აი ამ ფრაზას პოლიტიკურ ხასიათს ატარებს? ოპოზიციის აი ლიდერებთან რამდენი გაიგებს? რა ვიცი ახლა მე ეჭვება რომ ძალიან აი რას მენ აი ეს ერთი ნადადება რომ ატარებს არა ეთნიკო არამედ პოლიტიკურ ხასიათს. იგივე შენ თუ პოლიტიკაში გინდა დარჩე და იგივე დასავლეთს რო ელაპარაკო შენ პარტნიორს. ახლა როგორ ახლა ეს იავარდეთ მოფენილი იქნება ეს ახლა ამ თემაზე მე არ მინდა რომ არ იქნება ეს რთული მოლაპარაკებები იქნება განსაკუთრებით გერმანულ მხარესთან. ეკოსები გერმანელები და რა ჯგუფი არის ამაზე არ შეუდგები ლაპარაკს ახლა ამდენი არ იცით თქვენ მაგრამ არც მინდა ახლა არ არის საჭირო მაგრამ პრობლემა იქნება და თუ იქნება თუ გინდა დარჩენა ხელისუფლებაში ამ პრობლემას თვალი უნდა გაუსწორო და შენ თუ არ შეგიძლია მაშინ სხვა უნდა გააკეთოს. ეხლა თქვენ ისეთ საკითხს შეეხეთ რა. მაგრამ არ შევიხოთ ბატონო თამას რაში გავჩერდები. ხო და იქნება მართლა რომ გავჩერდე ხო არ ჯობია ხო? პაუზა ჯობია. ამასთანავ Facebook-ზე ასეთი რამ დავდე. გამოცანა დავწერე. ამათგან არაფერი გამოვა. რა თქმა უნდა. მაგრამ უამათოთაც არაფერი გამოვა. პოლიტიკურია ფრთხილებს დავწერე და ოპოზიციაზე მაგლაპარაკი. ვამბობ, ამათგან არაფერი გამოვა. მაგრამ უამათოთაც არაფერი გამოვა. ასე რომ აი თუნდაც დღევანდელი შეძახილი ეს გადაცემა. ვიღაცა ხო ნახავს. აი ეს კარგი საქმე გააგრძელეთ და პირდაპირ გეტყვით. მე არანაირი სურვილი არ მაქვს მათ კრიტიკას მოვყო ხელი. არა მაქვს ამის სურვილი, რატო? იმიტომ რომ უკვე კისერში არის ამოსული ეს კრიტიკა. აღარ მოქმედებს, გავიგეთ ბატონო. არ შევნებზე ამ თემის ლაპარაკეთო როგორ აპირებ აი მითხარი აი იგივე შენ პარტნიორს დასავლეთს რას ეუბნები რის საფუძველზე კაცო იმ კვეკვესკერმა თუ იცის ახლა სხვამ არ უნდა იცოდეს ყველას არ შევეხები ბატონო თენგიზ აი მაინც ჩემი პროვოცირება მოახდინეთ რა ქნას მეტი დასავლეთმა აგერ გამოვიდა ამერიკის უმაღლესი შინები და ამბობენ ჩვენ ამათ არ დაველაპარაკებით გამოვიდა ევროპა, ჩვენ ამათ არ დაველაპარაკებით. გააკეთე რაღაცა. სხვათაშორის ძალიან კარგი იდეა იყო ხაზარაძის. გაეკეთებინათ საქართველოს პარლამენტი. მაშინ ბატონო თამაზე კარგი იქნებოდა იცით რა შემთხვევაში ცენტრალური ფიგურა დღევანდელ პოლიტიკური ესენი გასულები კი არ იქნებოდნენ არამედ სათავესთან დაუბრუნდებოდნენ რომელიც იმ გადატრიალებამდე იღებს სათავეს მაშინ ეგ სხვა ლაპარაკი იქნებოდა თავისი სამაჩაბლოთი აფხაზეთით იმ ფარგლებში რომელიც აღიარებულია თელი მსოფლიოს მიერ ეგ სხვა ლაპარაკი იქნებოდა ძალიან კარგი ხლა მე მაინც უნდა ვთქვა ვიცი რომ დროსო აი ამ პარლამენტის გაკეთება ორი პრობლემა იყო. ერთი იყო ძალიან პატარა, ანუ აი ამ ძვირფას ოპოზიციას ერთმანეთში მოელაპარაკა და კეთილი ენებად კეთილი და თავისი მოვალეობა შეესრულებინათ. მე ისინი ავირჩიე. ალალად ავირჩიე. მე მესმის არნო რო აეჩინეთ. გულახდილად მიპასუხეთ. შეგიძლიათ არ მიპასუხოთ. შეიძლება პაუზა დაიჭირეთ. ვერ გიპასუხებ. გასაგებია, ბატონო. ხო და ორი პრობლემა იყო. ერთი, ესე იგი, ამ პარლამენტის გაკეთება და მეორე. რა უნდა აკეთოს ამ პარლამენტმა?
გექნება საშუალება აბერტი შეეკითხეთ ოპოზიციის ლიდერებს თუ გიპასუხებენ რა უნდა აკეთოს ამ პარლამენტმა წარმოდგენა არ აქვს ამ დროს ორ სიტყვას გეტყვით რა მე და ჩემმა მეგობრებმა პირდაპირ აი წერტილ წინადადება ჩამოუწერეთ რა უნდა აკეთოს ამ პარლამენტმა და მიუხედავად იმისა რომ წერე გვაქვს ამას მაინც ვიტყვი რა პირველად უნდა გაკეთებულიყო ეს იყო საგარეო საქმეთა კომისია ეკნებოდა საქმე ესენი არიან ხელჩამოურთმებლები კი ბატონო თუ ეყოფათ კორეა და ის მეცას გეტყვით დამხობილი სირია ახლა აი ოპოზიციას სვამოს მეუბნებოდი ნუ თვარ შეიძლება დაკავშირება სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერებთან როგორც თქვენ არ ილაპარაკიათ მათთან შეიძლება თქვენ ილაპარაკიათ იმათ ხმა არ გაუღიათ მაგ თემას ანუ გაკეთდებოდა საგარეო საქმეთა კომისია მეორე გთხოვენ გვეხმარებიან რაღაცა გააკეთეთ ვისაც ჩვენ დაველაპარაკებით ძალიან კარგი იქნებოდა სახალხო პარლამენტი და ამათ არა ნუ არ უწოდებ პარლამენტს მე მაგათ უწოდებ საქართველოს დუმა და ყველას მოუწოდებ რომ არ აგვერიოს ერთმანეთში მაგათმა ბატონო თამას არც პირველ შემთხვევაში გააკეთეს გახსოვთ 4 წლის წინ მახსოვს მაშინ უფრო უნდა გაეკეთებინა რა თქმა უნდა მაშინ უფრო გასაკეთებელი სამწუხაროდ საკუთარ შეცდომებზეც ვერ სწავლობენ მეორე ეხლა უნდა გაწვენ პირდაპირ ბრიუსელში და უნდა იძახონ არავითარ შემთხვევაში ვიზა ლიბერალიზაცია არ გაუქმდეს მაშ რა თვითონ ევროპამ გვიკარნახა შერჩევითი ვიზა ლიბერალიზაცია და წარმოიდგინეთ ეხლა თქვენ აი სია გავაკეთოთ და შევიდანოთ თუნდაც ვინიც პირდაპირ გეტყვით არანაირი პოლიტიკური მნიშვნელობა არ აქვს ივანიშვილის კალაძის კობახიძის დასანქცირებას ნულია მისი პოლიტიკური ეფექტი მანამ სანამ ამას თავის თავზე არ იგრძნობს ჩემი მეგობარი ნოდარი რომელიც დღემდე თვითონაც არის ის რატო არის მწარე მომხრე ოცნებისა აი მეუღლეს რომ გამოუგდებენ ესპანეთიდან მან უნდა იგრძნოს არანაირი აზრი არ აქვს ივანიშვილის მილიონერების დასანქცია არ მათ ეს საერთოდ არ აწუხებს და წარმოიდგინეთ ახლა თქვენ აი თუნდაც შეგვეტანავენ იცით კომისიის თავმჯდომარე ყველა და ყველა რეგისტრატორი და ამის შემდეგ გვეთქვა კი ძირფასება ჩვენ ესია კი შევადგინეთ მაგრამ იქნებ რაღაცა შეგვეშალა და ვინმე არ ახავთ ამ საქმეში გასვლილი ეს ხალხი მართლა მოვიდოდ სად მოვიდოდა აი ამ პარლამენტში ანუ კიდე ერთი საქმე გაჩნდა და დილამდე ვილაპარაკებ აღარ მინდა გავაგზავნო უამრავი საქმე ექნება ამ პარლამენტს კეთილი ინებონდა გააკეთო და დანარჩენს რაც შეეხება ახლა იმდენად ჩქარა გაირბინა ამ რომ ჩვენ ბევრ რამეზე საუბარი ვერ მოვასწრებთ აი მიტინგის აი ამ სულელო ამ დაუმორჩილებლობას ამ სამოქალაქო პროტესტებს აი ამ ყველაფერს რასაც ახალგაზრდობა და ეს ზეპარტიულია და ძალიან კარგია და თვითონ ეგრეთ წოდებული გამარჯვებულ პარტიებს თავიანთ თავს გამარჯვებლებს რო უწოდებენ მათ მიღმა ხდება ეს ყველაფერი ანუ ხალხმა აიღო ძირითადად ეს ინიციატივა ისევ შეგეძლებით მადლობა ღმერთს რომ მათ მიღმა ხდება რა თქმა უნდა ისინი უნდა იყვნენ ფაქტიურად ახლა ეგენი დანამატები არიან და არა როლეს უშუალო შემსრულებლები ანუ პროექტის ავტორები კი არ არიან დამატებენი არიან როგორც ასეთი მაგრამ მერე კიდე ახლა ზოგიერთი იმის ძალიან ეს მაგათ ადგილას გარეთ არ გამოვიდოდი მე რა ზოგიერთი დასახიჩრებულის მეგობარმა თუ ახლობელმა თუ პარტნიორმა თუ რა ტელევიზორში ვიხილე ეს მე რა იქ კინოსთან და ოპერასთან რო დგასო ეს გამარჯვებული ეგრეთ წოდებული ოპოზიცია ჩვენ რო თავპირს გვამტრევენო იქაო და ომონთან და იმასთან შეჯახება იქ რატო არ დგანანო ახლა ეს იქ რა კურორტი არისო თუ როგორ არის ახლა როგორ არის ახლა მე 9 აპრილის ეს ხო გახსოვთ ხაცო ხალხი ტანკს უვარდებოდა თან მერაბ კოსტავაკი არ უვარდებოდა უბრალო ადამიანი როგორც ასეთი ანუ თავგანწერვა ღვთის სამსახური მოყვას ეს სიყვარული რაც მერაბ კოსტავაკი გადამწყვეტე სიტყვა თქვა ამ თვალსაზრისით მოყვას ეს სიყვარული გააღვივა ყველაში მათ შორის საშუალო ადამიანშიც ცოტა ესეთშიც და საშუალო მაღლა ადამიანისგან გმირები შექმნა თავგანწერული ეს მაგის გაკეთებული იყო ძირითადად კაცი წარმოუდგენელ რაღაცას ფლობდა რა დღეს რო უკვირდები მართლა გაოგნებული ვარ ამ ხელაძალა საიდან ქონდა ამ კაცს სრულიად
საწინააღმდეგო ესენი შეერთებინა ერთი იდეით განემშვალა და დაემუხტა და გამარჯვებისკენ წაყოლო. იგივე აფხაზეთში იქ არ ვიყავი კაცო ქართველები რო დახოცეს ვეკუასები ზუგდიდში ვიყავი 3 დღე მის გვერდით ჩემთვის ძალიან დიდი პატევია მაგასთან ახლო შეხებაც ჰქონდა და მან განსაკუთრებით კიდე და მე ღალეძის ამხელა აბობოქრებული მეგრელები ძირითადად რო გააჩერა და აფხაზეთის გენოციდი რო ჩახერგა ასე თქვა და როგორც ასეთი თვითონ მოსკოველი დისიდენტები რომელიც ზუსტად გამსახურდი არ უყარდათ ზოგიერთ მათგანს მე შეხებაც ჰქონდა მაგასთან და მაგრამ მე რა კოსტავაზე ეს მოწიწებით ლაპარაკობდი Kako neta zellal umudrilsa, am სიტყვებით მახსოვს რა, ესეთი რაღაცები ქონდათ ნათქო. ესეთი ხალხი ყავდათ, ესეთი მონაცემებია თვითონ ამერში და მე ვამაყობ იმით, რომ ეს ახალგაზრდობა, როგორც ასეთი, ხო, რომელსაც აი პირობითად რო თქვათ, პირობითად კი არა, ხატოვნად რო თქვათ, შეუვარდნენ სახში გაძარცვეს, გაქურდეს, როგორც ასეთი, თან გალახეს და ახლა მაგი თავს დაიცავს, აბა რა სიზანს, მე ვერ წარმომედგენია. ეს თავრობა რო აპატიმრებს კიდე მაგ ხალხს ვერ გავიგე რა ხა ესთეტიური ისინი ილეთები ჩაუტარონ თუ როგორ დაიცვან თავი, როგორც ასეთი. ეს ახლა წარმოუდგენელი რაღაცაა. ძალიან კარგი რამე ბრძანეთ. სამწუხაროდ. მთელი სოლიდა უკაცრავად რა, და სოლიდარობა ამ ახალგაზრდებს გონს მოეგონ ესენი და იცოდეთ კობა დავითაშვილის და მსგავსი ადამიანების ეს თუ მოხდა ძალიან ცუდად უდამთავრდა თქვენ უდიდეს ცოდვას შადიხართ, როდესაც ამ ბავშვებს ასახიჩრებთ. შემთხვევით არ გითხრათ ამ ქალბატონმა ნაირა გელაშვილმა, კიდე გიმეორებთ, ცოტა გააცნობიერეთ რას აკეთებთ, თორე ძალიან ცუდად დაასრულებთ. ჩაუშესკუს და იმის ბედი მოგენატრებათ. საუკეთესო შემთხვევაში მილოშევიჩი გელოდებათ თქვენ. Ai ეს არის და ლატკომ რადიჩი და კარაჯიჩი ხო გახსოვთ შემდგომ თვითონ სერბებმა რო გადასცეს შემდგომ სტრასბურგს თვითონ სერბებმა დააპატიმრეს აი ეს გელოდება თქვენ თუ არა მაშინ ჩაუშეს აბა აირჩიეთ მაშინ დიალოგზე წამოდით ჩვენ დიალოგს დავაზობთ როგორც ასეთი მეტი რა გითხრათ და ეს უზენაესაჭო როგორც ჩაატარა ეს არჩევნები სხვათა შორის კომპარტიასთან ერთად თუ გაკეთეთ შობილება გიდათ იმ საარჩევნო კადმი ამაზე კაი მაგალითი რა გიდათ კაცო კომპარტია და ჩვენ ერთობლივად რომ მოვახერხეთ საარჩევნო კანონის ასე ვთქვათ პარიტეტულ დემოკრატიულ საწესებზე ასე ვთქვათ ამ კანონის დამკვიდრება და აღსრულება და მადლობა იმ კომუნისტებს, რომელმაც აჯანყება არ მოაწყვეს ამაზე და თქვენთან შედარებით გაცილებით მეტი განათლებულებიც იყვნენ, გაცილებით დიდი ოჯახის შვილებიც იყვნენ და გაცილებით დიდი რესურსების მფლობელები. ამაზე მე მგონი ვერ შეადარებ თავს მაგ ადამიანებს. მე მგონი ამდენი გონება მაინც ყოფნით, რომ ეს აღიაროთ. ამიტომ ჩვენი ეს პროექტი გახსნილი არის ყველა ადამიანისთვის. ვისაც მართლა სამოქალაქო მშვიდობის რეალური პროექტები გააჩნია, აგერ მე ვიქნები ამის გარანტია თუ გდებავთ. მე ვიცი რომ ეს შეიძლება ცოტა გადაჭარბებული მიუნჰაუზად შეიძლება გამომაცხადო. ჩვენ მზათავართ, რა თქმა უნდა, თუ თქვენი სურვილი იქნება და ჩვენ ვივარგებთ და დარწმუნებული ვარ რომ ვივარგებთ, ეს შეხვედრები უნდა გავაგრძელოთ. ეხლა ერთ სიტყვა მინდა ვთქვა მიმართ. მაგრამ ნებელობა ბატონო თამას იქიდან ხრიდან თუ არ არის როგორ გავაგრძელოთ? შენ თუ აღიარებ იმას რომ ეს არჩევნები ჩატარდა ჩემგან იქნება და ჩემ მეგობრებისგან და ბატონო მაგრამ თქვენი მადლობა თქვენ მეგობრებო და თქვენ გონიერებისათვის მაგრამ იქით ამ ხარემ უნდა დაიჯეროს ეს ბატონო თამა მაშინ უნდა ვაიძულოთ როგორ კარგად და ერთი სიტყვა მინდა ვთქვა კი და მიმართო ახალგაზრდებს ის ვინც ამ აქციებზე არ დადის რაც არ უნდა უსმინოს ტელევიზიებს გინდა აქეთ, გინდა იქეთ, ვერ გაიგებს იქ რა ხდება. კი, რა თქმა უნდა. ცოცხალი შეხებას უსხვარავია. ბედნიერი ვარ. იშვიათად მომსვლია თვალებზე ცრემლი და მე ბედნიერი ვარ. აი ეს ბედნიერების ცრემლი მომალდა, როცა მე ვნახე ეს ჩვენი ახალგაზრდები რას აკეთებენ. ამათი გაჩერება შეუძლებელია. ვიტო ახლა ერთადერთი ვარიანტი ამათი გაჩერების ჩვენ თუ არ გავაჩერებთ და ახლა მე მათ მინდა მიმართო. მინდა გავახსენო აპრილის ღამეები, როცა ეს რუსულ კანონზე იყო ერთი ამბები რა. თითქოს დეტალია, მაგრამ ჩემთვის ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი. კრიზისი იყო. ფაქტიურად ქვეყანა იქცეოდა, ხო? და პოლიტიკოსებს
და კონკრეტულად რომელი თარიღზე ლაპარაკობ? აი აპრილი, როცა რუსული მარტი-აპრილის ღამეები, როცა რუსულ კანონზე იყო მთელი ამბები და როცა ყველაფერი მიჰყავდა ახალგაზრდობას და პოლიტიკოსები ტრიბუნალზე ასვლასაც კი ვერ ბედავდნენ. როგორ ბედა მორალური ისე დაკარგული ქონდა. მე ჩემთვის ეს არის უდიდესი ფიქრის, დიდი ფიქრის საბაბი. ბიჭო, ქვეყანა იქცევა და პოლიტიკოსი ტრიბუნალზე არ უშვებენ. დაფიქრდნენ. არ უშვებენ, იმიტომ რატო არ უშვებენ ბატონო თამას პედაპირად თქვა, კაცო, იმიტომ რომ მაგათ კეთილდღეობა და სიაში გამსვლელ ადგილებზე აქ თავარი სტრატეგია მაგათი ეს არის და ამას ყველა ხვდება დაფიქრდნენ. და რა ხო ეს არის თავარი ფაქტორი. მეტი სხვა რა არის აბა. მე ამბობ დაფიქრდნენ, რა დაფიქრდნენ და რა გააკეთეს? საინტერესო ამბავი გააკეთეს. როცა ჩატმარდა ყველაფერი ეს, ის ახალგაზრდობა, ვინაც ის ღამეები გააკეთა, აი ეს ტორტივით დაჭრეს და დაინაწილეს. ძმურად და სამწუხაროდ ის ბიჭები, ვინც ამ ტორტის ნაჭრებში მოხვდა, დღეს აღარ ჩანს. დააგვირდი სხვა ხალხი წამოვიდა. ასე რომ მე მინდა ახალგაზრდებს მივმართო რა. ჩემო გვირფასებო. აგერ ვართ ხალხი რომელთა თავზეც მართლა წისქვილის სხვა არ დაწყია. აი რა, ირაკლი დოკვაძე დღესაც დაჭერილია ბატონო თამას და იქიდან მიერეკავს ციხიდან, კაცო. იქ აქეთ მომხნევებს. იმის მაგერად მე რომ მეთქი ნელსონ მანდელაზე უფრო დიდი ისა ხარ დაპატიმრებული მეთქი. აი ჩემო გვირფასებო. მე ყველანაირად შევეცდები რომ თქვენ თუ რაიმე სათქმელი გაქვთ, უმორჩილესი თხოვნა მექნება ბატონ თენგისთან, მოგიყვანოთ და ისაუბრეთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ოღონდ საღადამიანებზეა ლაპარაკი. რა თქმა უნდა. მე პირდაპირ გეტყვით. მე იქ ისეთი ახალგაზრდობისგან პირი გავაღე ისეთი ახალგაზრდები ვნახე. და როგორ გვისმენენ, იცით? ისე კი არა, ზოგიერთ პოლიტიკოსს უკმაყოფილი რომ არ გვისმენენ, ჯიუტე მართლა პირდაღებული ისმენენ. ასე რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ. დაფიქრდით, თქვენში არის გვერდერთელა პოტენციალი. მე აი უსაზღვრო ოპტიმიზმით ვირშები, როცა თქვენ გიყურებთ. დაორგანიზდით, გადაწყვიტეთ, შეარჩიეთ და აგერტო. ბატონ თენგიზი ეს სტუდია მინიმუმ 50 წუთი კვირაში ერთხელ კი არა, მეცაც გამოგიყოფთ როგორც ასეთი და თავარია რომ ეროვნული თანხმობა იქნას მიხსნა. ეროვნული თანხმობა ჩემი და თქვენი გამოგონილი ეგ არის საერთოდ ეროვნული სხეულისა და თვითცნობიერების და გენეტიკის კომბინაცია როგორც ასეთი და სწორედ ამის დალაგებაა საჭირო. ამის ანალიზია სწორედ მიტანა და ეს რომ ხალხს შესაძლებელია ამის ეს არ არის რთული საკითხი. ოღონდ უნდა შევთანხმდეთ ამ სტრატეგიულ სასიცოცხლო ინტერესების კომპლექსურ ამოცანებზე. უმორჩილესად თხოვთ ეს გაითვალისწინოთ. დანარჩენი ღიაა ჩვენი კარები. ეს არის ზეპარტიული, ყოველგვარ კონიუნქტურას, კლანებსა და რაღაცას მოკლებული, აქ ვერავინ ვერ შემოვა, პირდაპირ ვამბობ, თავიდანვე ამით დავიწყე, ეს არ არის ზეპარტიულია, კლანური ხო ლაპარაკი ზედმეტია და გთხოვთ, რომ აი ამ თვალსაზრისით ის შეხების წერტილები ვიპოვოთ, რომელსაც მერაბ კოსტავა შეეწირა, ზვიად გამსახურდია შეეწირა, გმირი ბიჭები შეეწირა აფხაზეთში და რომლისთვისაც ეს ბიჭები ომობენ. გმადლობთ ყურადღებისათვის და მომავალ შეხვედრამდე.